საქართველოს მაიღო ვალდებულება, რომ გადასულიყო ანალოგიური მიწის კონკურსი ციფრული მაუწყებლობის განვითარების დეპარტამენტის კანონმდებლობის შედეგად იქნება ის, რომ მაყურებელი მიიღებს ღია ეთერით უფასოდ მრავალ ახალ არხს და ძალიან ისეთი დახვეწილი ფორმატით. აქ კონკურსის პირობები საკმაოდ რთულია, პრიმატი მიენიჭება იმას, ვისაც შეიძლება აი ამ მაუწყებლის გატარება შესაბამისი თანხის გადახდით კონკურსის შედეგად გამარჯვებული, ვისაც შეიძლება ააგოს და მართოს ციფრული მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმა. ჩვენ გამოვაცხადებთ ამ კონკურსს დღეს, ღია კონკურსი იქნება და დაველოდებით გამარჯვებულ შემდეგ შესაბამისად საკონკურსო პირობების გასვლის შემდგომ. ეს ერთთვიანი იქნება ეს კონკურსი და ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება იქ ღია ეთერის გარდა არის PayTV-ს საკითხიც, რომლებსაც შეეძლებათ უკვე ეს ფასიანია ის მიმართულება, მთავარია A და B მულტიპლექსის აღება, გამარჯვება ამ მიმართულებით და შემდგომ დაკომპლექტება კიდე ის ბიზნეს ინტერესები, რომელიც დანარჩენ მულტიპლექსებზე იქნება გათვალისწინებული. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ერთობლივად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ექსპერტების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, რომლის პრეზენტაცია დღეს ხდება ქორთიართ მერიოდში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ბიზნეს მოდელი იქნება საკმაოდ მომხიბვლელი ინვესტიციების დაბანდების კუთხით და ის უზრუნველყოფს ციფრული ტელევიზიის მდგრად განვითარებას საქართველოში და მის მდგრად არსებობას ჩვენს ქვეყანაში. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეიქმნა ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, რომელიც კურირებს ამ პროცესს. აღნიშნული სააგენტო ახორციელებს იმ ყველა სამუშაოების, საჭირო სამუშაოების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფას, რომელიც მისცემს საშუალებას საქართველოს უმტკივნეულოდ გადავიდეს ამ მნიშვნელოვან და ჩაატაროს ეს მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოში. თავიდანვე იყო გათვალისწინებული ის სოციალური ფენა, რომელსაც ვთქვათ, იმყოფება ზღვარს ქვევით, ან სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათთვის არის, ასე ვთქვათ, გათვლილი სპეციალური დახმარების პაკეტი, რომელიც მათ მისცემს საშუალებას ან ისევ ციფრულ ტელევიზიაზე განახორციელონ გადასვლა და ეს პროცესი მინიმალურად, ასე ვთქვათ, მტკივნეული იყოს მათთვის. თუმცა ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ციფრული ტელევიზიის კუთხით მდგომარეობა იგივე კომერციული ტელევიზიების თვალსაზრისით არის საკმაოდ კარგი, ანუ მათ ვისაც აქვს უკვე საკაბელო ტელევიზია, ციფრული საკაბელო ტელევიზია, მათ არ მოუწევთ სპეციალური set-top box-ების შეძენა. ასევე ყველა ის, ვინც სარგებლობს სხვა ალტერნატიული ციფრული სატელევიზიო პლატფორმით, მათ, ასე ვთქვათ, არ დაშირდება დამატებითი მოწყობილობების შეძენა.